პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯულაძეს მოусმინეს ის კითხვებზე პასუხის გასაცემად ფრაქციამ საქართველოსთვის დაიბარა. სარჯულაძეს 24 კითხვით მიმართეს, რომელთა შორის იყო დიუშენის სამკურნალო პრეპარატებსა და ონკოპაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული კითხვაც. სარჯულაძის თქმით, მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში იდგნენ და არაფერი გაკეთდეს. მისივე თქმით, სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ თითქოს მშობლებთან დახურულ შეხვედრაზე ძირითადად მედიკამენტების ფასებზე საუბრობდა. ახლა მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს რეალურად, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და ნებსით უნებლიეთ ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან, რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას. ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ამიტომაც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, როგორც აღინიშნა, შედეგისთვის და არა პოლიტიკური ქულების დასაწერად. ისეთ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოს და რომელიმე მშობლისთვის მithქვამს, ესეც მომაწერეს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს და არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას. არც გვიფიქრია და ვაცხადებ ამას სრული პასუხისმგებლობით. ეს არის უბრალოდ ტყუილი. მეც აქ ვერაფერს დავამატებ. იგივე ითქმის იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს და მხოლოდ ფასებზე საუბრობდით მშობლებთან შეხვედრების დროს. არა, მსგავსი არაფერი ყოფილა. საგანგებოდ უნდა განვაცხადოთ, ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. დიახ, როდესაც ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარზია საუბარი, ეს აისახება მარკეტინგის აგრესიულობაზეც. 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის პასუხად მიხეილ სარჯულაძემ თქვა, რომ მშობლების მიერ მოთხოვნილი წამლების სიცოცხლისთვის სახიფათოა. მათი ფუნქცია კი სიცოცხლის გახანგრძლივება არ არის. სარჯულაძემ თქვა ისიც, რომ მედიკამენტების ფუნქცია ეტლის გამოყენების საჭიროების 3 წლამდე გადავადებაა, თუმცა წამლის ეს შესაძლებლობაც კითხვის ქვეშ დააყენა. დღეს პარლამენტში სარჯულაძემ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები გაიხსენა და თქვა, რომ ნებისმიერი გაუმჯობესება უდაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა დაამატა ისიც, რომ წამალს შედეგი მართლა უნდა ჰქონდეს და სასიცოცხლო საფრთხეებს არ უნდა ქმნიდეს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ თქვი. ვიმეორებ ეს იმისთვის, რომ ვინმე არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაირად ვაკნინებთ. აქვე ვიტყვი, რომ ეს ვთქვი მაშინ, სიტყვით, ციტატას ვამბობ. აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, საუბარია ეტლის გადავადებაზე, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ. მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტზე გქონდეს არასწორი მოლოდინი. ისიც იმიტომ ვთქვი, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის. კი, ნამდვილად, როდესაც ადამიანმა იცის, რაზე საუბრობს, იცის რა ნაკლოვანებებზეა საუბარი და მაინც ხდება არასწორი მოლოდინების შექმნა, ამრიგად შეგნებულად ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, რომ თითქოს და ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია, უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის წამალი, სწორი და რეალური წამალი. პარლამენტში მიხეილ სარჯულაძეს სიტყვით მიმართა ფრაქცია საქართველოსთვის წარმომადგენელმა ქეთევან ბაკარაძე, მის გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბაკარაძის თქმით, გაძვირებული ფასების ფონზე სახელმწიფო მოქალაქის გვერდით არ დგას. სარჯულაძემ ბაკარაძის გამოსვლას ყალბი პათეტიკა უწოდა. დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ავადგახდომა განაჩენია, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე ვერც მედიკამენტებს ყიდულობენ და ხშირ შემთხვევაში ექიმი ადგილზეც არ ყავთ. ან იმდენად ძვირია სამედიცინო მომსახურების ტარიფი, რომ ვიზიტისგან უბრალოდ თავს იკავებენ. ამ დროს კი სახელმწიფოს ხალხის გვერდში არ დგას. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მოწყალების სააგენტო. ის არის სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და მათ სოციალურ გარანტიებზე და არც სამინისტროს ბიუჯეტია თქვენი პირადი ქონებრივი საკუთრება. ეს საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც მათსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ყველაზე მთავარი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თქვენ არ ხართ უბრალოდ წარუმატებელი მინისტრი. თქვენ ხართ ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი. იმედია დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური
მესიჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან და ამომწურო პასუხს გასცემთ ერთ კითხვაზე მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? გაითვალისწინეთ, დღეს თქვენ გიყურებენ ბავშვები, რომელთა მშობლების მათი ცხოვრების გადასარჩენად ღამეებს ათენებენ კანცელარის წინ. პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ სარჯულაძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების შესახებ ისაუბრა და ის საფრთხეების ახსენა, რომელიც მისი თქმით შესაძლოა ამ წამლების გამოყენებისას წარმოიქმნას. მანვე თქვა, რომ რეალური შესაძლებლობის მედიკამენტის გამოჩენისთანავე სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებას არ დააყოვნებს. მიხეილ სარჯულაძის გამოსვლის პასუხად დღეს მშობლებმა ბრიფინგი გამართეს. ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკური ნება არ არის ჯერჯერობით არ არის პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი შვილები გადარჩენ. პოლიტიკური ნება არის ის, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდეს და ჯერჯერობით არაფერი არ გაკეთდეს. საუბარი არის 100 ბავშვის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, რომლებიცაც აქვთ ეს დაავადება და ისინი ნელ-ნელა კარგავენ თავიანთი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რესურსს. მედიკამენტები, რომელიც ჩამოთვალა მიხეილ სარჯულაძემ, ეს მედიკამენტები არის თანამედროვე მედიკამენტები და ესენი არ არის ბალახეული და ესენი არ არის ექიმბაშების მიერ მოგონილი წამალი, რომელიც არ არის აპრობირებული თანამედროვე მსოფლიოში. ეს მედიკამენტები არის აპრობირებული, დამტკიცებული ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს მიერ, მოდი. ასევე ევროპის წამლების სააგენტოს მიერ და ეს მედიკამენტები გამოიყენება და მსოფლიო იწყებს ამ მედიკამენტების ფართოდ გამოყენებას და დანერგვას. სანამ ჩვენი სახელმწიფო გონზე მოვა და საერთოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე ჩვენი ბავშვებისთვის ეს დრო იქნება დაგვიანებული. ამიტომ ჩვენ ვიდგებით აქ და გავაგრძელებთ ჩვენს მოთხოვნას, მანამ სანამ ეს წამლები არ შემოვა საქართველოში. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განლევას ეტლზე მიჯაჭვულობასა და ფატალურ შედეგს იწვევს. საინიციატივო ჯგუფის ცნობით საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს. ამ მოთხოვნით მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე მეათე ღამე გაათენეს.